მივდივარ იმისათვის, რომ დავიცვა ჩემი ქვეყნის და ჩემი ხალხის ინტერესები. იმიტომ რომ ქვეყანა, სადაც მე მემგზავრები, არის ჩვენი მეზობელი სახელმწიფო. ნინო ბურჯანაძე მეზობელი ქვეყნის დედაქალაქში გუშინ ხამის 4 საათზე გაფრინდა. მოსკოვში გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე პარტიამ სპეციალური განცხადებაც გაავრცელა, სადაც ვიზიტის აუცილებლობაზე ვრცელი ინფორმაცია იყო. ბურჯანაძეს არც სპეციალურ განცხადებაში და არც აეროპორტში არ დაუკონკრეტებია. კონკრეტულად ვის შეხვდება მოსკოვში. მაშინ როცა ზოგი მერის არჩევნებით არის დაკავებული და ხელისუფლება კიდე არის დაკავებული ოპოზიციის წინააღმდეგ შავი პიარით, მე დიდ პოლიტიკას ვაკეთებ. ისინი, ვინც არჩევნებისთვის ემზადებიან, ნინო ბურჯანაძეს დღეს წარსულს უხსენებენ. იმის გამო, რომ დეტალები უცნობია, ვიზიტის შეფასებისგან თავს იკავებს თინა ხიდაშელი. ბურჯანაძის რუსეთში გამგზავრების გამო რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების პერსპექტივას ვერ ხედავს ირაკლი ალასანიაც. დიდი იმედი მაქვს, რომ ახალ კადრს არ ვნახავთ ქართულ ტელესივრცეში პუტინის კაბინეტში გადაღებულს და რაც შეეხება მის მიერ ნინოს მიერ გაკეთებულ პოლიტიკას საქართველოში, ეს 6 წელის განმავლობაში ჩვენ ყველანი ამას ვაკვირდებოდით და მაინც აღფრთოვანებული არა ვარ ნამდვილად ამით. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან რაიმე დიალოგით ოპოზიცია ვერანაირ გარდატეხას ვერ მიაღწევს. ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში ჩვენ მთავარი ახლა მთლიანად გადართული ვიყოთ არჩევნების სწორად ჩატარებაზე. ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტს ჯერ კიდევ მოსკოვში შეხვედრების დაწყებამდე მოყვა მწვავე შეფასებები საპარლამენტო უმრავლესობაში და უმცირესობის ნაწილში. ეს არის ძალიან თქვათ ნეიტრალურად რომ თქვა მოძველებული საბჭოური სტილის აზროვნების შედეგი. და უფრო არანეიტრალურად შემიძლია ვთქვა, რომ მორალთან არის ეს ყველაფერი მწყრალად და დაპირისპირებაში. და პოლიტიკურადაც გამომართლებელი. მე საერთოდ არ მოვიაზრებ ამ ხალხს ქართულ პოლიტიკაში, ზუსტად ვარ დარწმუნებული, რომ ამ ურეიტინგო ხალხზე არ აკეთებს რუსეთი, ასე ვთქვათ, საყრდენ წერტილებად არ ქმნის ამათ. ეს არის პირველი მერცხლები და მე გამოჩნდება ძირითადი მოთამაშე. ზოგადად რუს პოლიტიკოსებთან ურთიერთობისა და კავშირის შენარჩუნებაში ცუც ვერაფერს ვხედავ. მარტის შუა რიცხვებში ჩვენც ველოდებით რუსი ქრისტიან-დემოკრატების დელეგაციას თბილისში. მე მიმაჩნია, რომ ურთიერთობა უნდა იყოს, უბრალოდ მე აზრს ვერ ვხედავ ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკოსებს რა შეუძლიათ გააკეთონ თქვათ რუსეთთან მიმართებაში. ეროვნული ფორუმი არც რუსეთში დადის და არც არჩევნებში მონაწილეობს, რადგან ვერც ერთში პერსპექტივას ვერ ხედავს. ის კი ვინც რუსეთში მოლაპარაკებებზე უკვე იყო, დღეს ნინო ბურჯანაძის გამგზავრებით კმაყოფილია. კრემლის და რუსეთის გადასაწყვეტი არ არის საქართველოს მოსახლეობა ვის აირჩევს თავის ლიდერად. ეს საკითხი წყდება საქართველოში, მაგრამ საქართველოს ნებისმიერმა მომავალმა ლიდერმა. თუ უნდა რომ ჩვენი პრობლემები მოგვარდეს, რუსეთთან ურთიერთობები უნდა დაალაგოს. ჯერჯერობით უცნობია, რამდენ დღეს დარჩება ნინო ბურჯანაძე რუსეთში. დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ლიდერი სავარაუდოდ შეხვედრებს რუსეთის დუმისა და მთავრობის წარმომადგენლებთან გამართავს. მოსკოვის შემდეგ ბურჯანაძე ბრიუსელში გაემგზავრება. შემდეგი 2 კვირა კი დაგეგმილია შეხვედრები ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში და ამერიკის შეერთებულ შტატებში.